მოგიყვებით კიდევ ერთ აღიარებაზე, რომელიც Toyota ცენტრით ეგეთამ საერთაშორისო მასშტაბით წელსაც არ დათო. Ლეთის უკვე მეორედ კომპანია Toyota იჩიბანის ჯილდოს მფლობელი გახდა. იჩიბანის თარგმანიც მოუძებნეს სხვათა და ნომერ პირველს ნიშნავს. პორტუგალიის ალგარვის რეგიონში გამართულ Toyota-s ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართული კომპანია ევროპის საუკეთესო დილერებს შორის არის დასახელებული. Toyota ცენტრით ეგეთა 2200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის იყო გამორჩეული და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დაჯილდოვდა და აღიარებას ბიზნესები ძირითადად მომხმარებლის განსაკუთრებულ კმაყოფილებაზე, გაყიდვების შესრულებაზე ლოიალობასა და გრძელვადიანი სანდო ურთიერთობების დამყარების უნარზე დაკვირვების შედეგად იღებენ ხოლმე. Მოდი უფრო დეტალურად მოგიყვებით მარიამ მელიაშვილთან, Toyota ცენტრით ეგეთას გენერალურ დირექტორთან ერთად ამ ამბებზე, რომელიც სტუდიაში შემოგვერთა. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, უკვე მეორედ არის ეს ჯილდო. არ მახსოვს შაშარ მე ვიყავი თუ არა სტუდიაში, როცა ეს ჯილდო მოიგეთ და ამაზე ვყვებოდით, მაგრამ რა დამსახურებით იღებთ ამ ჯილდოს? მოდი ამაზე საუბრით დავიწყოთ. ანუ რა ფასდება, რის დამსახურებით მიიღეთ ეს ჯილდო და რას ნიშნავდა უკვე მეორედ ეს აღიარება? წინა წელს გიორგისთან ვიყავით სტუმრად, ისე დაემთხვა და მაშინაც ვთქვით, რომ იმედი გქონდა, რომ შემდეგ წელს ისევ შევხვდებოდით ამ ეთერში და ახლა მართალია გიორგი არ არის, მაგრამ თქვენთან მაინც შევხვდით, ასე რომ ჩვენთვის ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს საერთაშორისო აღიარება ნიშნავს იმას, რომ Toyota ცენტრით ეგეთამ 12 წლის წინ, როდესაც დაიწყო რაღაც კონკრეტული მიმართულებით სვლა და ეს მიმართულება რა თქმა უნდა მოიცავს Toyota სტანდარტებს და ამ სტანდარტების მაქსიმალურ დაცვას. როგორც ჩანს, ბოლო 2 წელია უკვე მაქსიმალურ ზღვარს მივაღწიეთ იმის, რომ ამ სტანდარტებს სრულად ვაკმაყოფილებთ და კიდევ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ ის რომ რაღაც კონკრეტული პრაქტიკების გაზიარება ხდება უკვე ევროპის მასშტაბით საქართველოსთან, დამეთანხმებით, რომ ეს განსხვავებული აღიარება და პასუხისმგებლობა სწენს და ამ ჯილდოს მოპოვების მთავარი საიდუმლო ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიური ჩართულობაა და მათი ყოველდღიური შრომა ამ საოპერაციო ნაწილის თუნდაც, იმიტომ რომ ამ ჯილდოს აქვს განსხვავებული სპეციფიკა, ანუ ეს ჯილდო არ გულისხმობს რაიმე კონკრეტული მიმართულებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმატებას და ეს ჯილდო გულისხმობს ყველა მიმართულების წარმატებას, რომელიც არის ამ შემთხვევაში როგორც ჩვენი უშუალო თანამშრომლების კმაყოფილება და მათი ყოველდღიური ჩართულობა საოპერაციო ნაწილში, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად გაუმჯობესებული და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა ქმნიდეს მომხმარებლის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გამოცდილებას. ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს გამართულად და იმ მომსახურების ნაწილში მომხმარებელიც უნდა იყოს კმაყოფილი იმისთვის, რომ ეს ჯილდო მიიღო. მაგრამ 2200-ზე მეტი კონკურენტი იყო, შეიძლება ითქვას ამ ნაწილში, ანუ ამ შეფასებისას. როგორ ფასდება და რით იყო ეს უპირატესობა ამ შემთხვევაში ხაზგასმული? ჯილდოთი დაფასდა, მაგრამ ამ შეფასების ნაწილში, ანუ არ არის ცოტა, თქვათ, კონკურენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თან არ ვსაუბრობთ არც რეგიონზე, არც კონკრეტულ მიმართულებაზე, მთელ მსოფლიოზე გვაქვს ხო ამ შემთხვევაში საუბარი? რეგიონის მასშტაბით ხდება უშუალოდ შეფასება და შემდეგ უკვე ევროპის მასშტაბით ხდება ამ შეფასების მიღება, თუმცა ამ შეფასებაში როგორც აღნიშნეთ, ჩვენ იჩიბანამდე არის კაიზენი, რომელიც არის ამ შემთხვევაში უფრო ლოკალური და უფრო ლოკალურად სტანდარტებზე მორგებული პროგრამა და აქაც გულისხმობს იმას, რომ პირობითად ყოველი წლის ყოველ წელს უნდა გქონდეს გარკვეული გაუმჯობესება. ანუ მაგალითად თუ პირობითად შარშა მქონდა რაღაც კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული პროცენტი მაჩვენებელი მისაღწევი, ეს პროცენტი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება და შესაბამისად ამ ჯილდოს მოპოვება უფრო და უფრო რთულდება. KPI-s კრიტერიუმები ცნობილია? ცნობილია თავიდანვე, რომელიც აი როგორც ვთქვით, მოიცავს როგორც მომხმარებლის კმაყოფილებას, ასევე უნდა შეუქმნა განსხვავებული გარემო, რაც ანუ უნდა ქმნიდეს საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის განსხვავებულ გამოცდილებას. და ეს გამოცდილება აი ჩვენი დაკვირვებითაც რეალურად ახლა სხვა ცენტრებთანაც და სხვა ევროპის მასშტაბის სხვა ცენტრებთანაც, როდესაც გვაქვს ხოლმე ურთიერთობა, რა თქმა უნდა ამ პრაქტიკების გაზიარება ხდება და ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთან ძალიან ხშირად არის პრაქტიკების გაზიარება, ბევრი სტუმარი გვყავს ხოლმე ამ მიმართულებით და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჩვენთან დანერგილი რაღაც გარკვეული სიახლეები უკვე სხვა ევროპის მასშტაბითაც ზიარდება ხოლმე და სწორედ რაღაც ამ KPI-ების ერთობლიობა გულისხმობს საბოლოო ჯამში და წარმოადგენს კრიტერიუმს იჩიბანის მოგების.
იჩივანი განსხვავებული ჯილდოა თვითონ, ანუ აი ამ ჯილდოს ღირსება რა არის თქვენი გადმოსახედიდან? ამ ჯილდოს ღირსება გულისხმობს პირველობას, როგორც უკვე აღნიშნეთ და პირდაპირ თარგმანშიც და შინაარსის ნაწილშიც. რა თქმა უნდა. და როდესაც რეგიონის მასშტაბით ხდება მით უმეტეს დილერის შეფასება ნებისმიერი კრიტერიუმით, როდესაც იჩიბანი აქვს მოგებული მომხმარე დილერს, ამ შემთხვევაში ეს უკვე განსაკუთრებულ სტატუსს გულისხმობს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნისთვის, ასევე დილერისთვის. ხო, საქართველოს აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ საქართველოსდან ერთადერთი იყო ამ შემთხვევაში თქვენი წარმომადგენლობა, ვინც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. შესაბამისად, მათი წარმოდგენა საქართველოსზე სწორედ იჩიბანის მიხედვით არის. ხო, ეს რას ცვლის თვითონ ადგილობრივ ბაზარზე? ერთია ისინი როგორ ხედავენ, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე რა სტანდარტს სთავაზობს მომხმარებელს, ანუ შედარებითობის ნაწილში არსებობს იჩიბანის კონკრეტული მოდელი და სხვა დანარჩენებსაც უწევთ, რომ შემდეგ კონკურენციაში ამ ნაწილში შევიდნენ. ამ შემთხვევაში Toyota ცენტრი Tegeta როგორც წესი ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული ვართ ხოლმე და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში გამორჩეულები ვიყოთ და აი თუნდაც მომხმარებლის გამოცდილება journey-ს რასაც ეძახიან, ანუ სრული გზა მომხმარებელი, რომელსაც გადის ჩვენთან, ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთობლიობა, როგორც შიდა პროცესების, ასევე ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიური ჩართულობის და ან ყველა აუდიტის შეფასებას, ან ყველა აუდიტის შეფასების ნაწილშიც უნდა გქონდეს საკმაოდ მაღალი შედეგი. და ეს აუდიტი საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე. ჩვენ ახლა გქონდა ბოლოს შეფასება ევროპის მასშტაბით 15 დილერი იყო პირველი ტალღად ვინც შეგვაფასეს და ყველაზე მაღალი შედეგი მივიღეთ ამ შეფასების, რომელიც გულისხმობს ყველა საოპერაციო ნაწილის, როგორც გაყიდვების მიმართულების, ასევე სერვისის მიმართულების, ანუ გაყიდვების შემდგომი მიმართულების კუთხით, ყველა დეტალის ტექნიკურად გარკვევას, ყველა პროცედურის თანხმედრის გადამოწმებას საერთაშორისო და ევროპის სტანდარტებთან და საკმაოდ ისეთი კარგი შედეგი დაიდო, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ევროპის მასშტაბით საუკეთესო შედეგი გქონდა. მაგრამ ამის უზრუნველყოფა როგორ ხდება, რომ აი ამ ყველა კრიტერიუმში და განსაკუთრებით მომხმარებლების კმაყოფილების მისაღწევად სრულად ხდებოდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფა, იმიტომ რომ საიდუმლოების გათქმას არ გთხოვთ, მაგრამ ნებისმიერი საქმისთვის და ნებისმიერი კომპანიისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს საავტომობილო მიმართულებას ეხება თუ რა, ალბათ ამოსავალი წერტილი გაუმჯობესების მუდმივი თქვათ შედეგების არსებობა და თან ისე რომ ჩავარდნები არ იყოს. ანუ რა განსაზღვრავს ამას თქვენ შემთხვევაში? ჩვენი თანამშრომლობის ერთგული და თავდადებული მუშაობა თავმაც შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ამ სტანდარტებს გვიწესებენ და ამ სტანდარტებში პირობითად ჩვენ გვაქვს Tegeta-ს ჯგუფის შუღობილი კომპანია ვართ და შესაბამისად მხოლოდ Toyota-ს საერთაშორისო სტანდარტებით არ ხელმძღვანელობთ, ანუ ჩვენ Tegeta-ს სტანდარტებითაც ხელმძღვანელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის საკმაოდ ისეთ გარემოს, რომელშიც ყოველდღიური ჩართულობა ყველა თანამშრომლის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რომ რაღაც დღის რომელიმე მონაკვეთში რაიმე განსხვავებულად ხდებოდეს ვიდრე დღის ბოლოს პირობითად ეს შეუძლებელია ამ შედეგით მიაღწია შემდეგ იმას, რომ გახდა იჩიბანის გამარჯვებული და პირველი დილერი რეგიონის მასშტაბით და 46 შვიდს შორის ევროპის მასშტაბით და ვფიქრობ, რომ გუნდურობის დამსახურება, რომელსაც Toyota ცენტრი Tegeta ძალიან ბოლო 2 წელია ამტკიცებს, რომ სწორედ ამის დამსახურება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შედეგის დადება შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ სტანდარტები ყველგან არსებობს, მაგრამ ამ სტანდარტებს სჭირდება შესრულება და ერთგული გუნდის გარეშე სამხმარებლო გამოცდილების ნაწილში მართლა არაჩვეულებრივი არის, მე ამ შედეგები საკუთარ თავზე გამოცდა. შემიძლია გითხრათ, თქვენს თანამშრომლებს ახალი საქმე გაუჩნდათ და ახალი პრინციპში შეთავაზება გაჩნდა, ეს არის RAV4-ის მოდელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და შესაბამისად საქართველოშიც და ქართულ შოურუმშიც. რა შეთავაზება არის, მარიამ და ეს რა ტიპის მომხმარებლებისთვის იქნება საინტერესო? ნუ ზოგადად RAV4 და წელს Toyota ცენტრი Tegeta საკმაოდ აქტიური წერილი გვაქვს და ალბათ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. უკვე დაახლოებით 1 წუთი წინ მქონდა RAV4-ის განახლებული RAV4-ის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საყვარელი მოდელია. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ მოდელს. პოპულარობა. ნამდვილად, ქუჩებში უკვე იგრძნობა და ძალიან ბევრ
მომხმარებელმა უკვე ისარგებლა ტრეიდინით, რაც გულისხმობს იმას, რომ თავისი ძველი ავტომობილი ჩაგვაპარეს და ახალი რა ვთქვი გაიყვანეს. ეს ხაზი და სიახლეების ხაზი წელს გაგუგრძელდება კიდევ უკვე BZ 4X-ის, რომელიც არის სრულიად ელექტრო და პირველად ყავს სრულიად ელექტრო ავტომობილი საქართველოში Toyota-s ოფიციალურ წარმომადგენლებს და აუცილებლად ამის პრეზენტაციაც გვექნება წლის განმავლობაში და ასევე ერთი განსაკუთრებული სიახლე არის, რომელიც არის ჰიბრიდული Land Cruiser 300-ის წარდგენა ბაზარზე, ასევე წელს იქნება ესეც და ჩვენი მომხმარებლებისთვის ის განსხვავებული სიახლეა და განახლებული Hilux ყავს წელს ასევე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება. ოდენობის სათვალ ვერ მოვასწარი ამ საუბარში რამდენი ახალი მოდელი იყო, მაგრამ ამაზე ეტაპობრივად აუცილებლად მოვუყვებით საქმიან მაყურებლებს და თუ უშუალოდ ამ ავტომობილების გაცნობა მოგინდება, ცხადია მარიამს და Toyota-ს შეგიძლიათ რომ ესტუმროთ ამ ნაწილში. მადლობა, ბევრ წარმატებას გისურვებთ და შემდეგ წელს კიდევ ერთ იჩიბანს დავველოდებით. ამ სტუდიაში აღსანიშნად მარიამ მელიაშვილი Toyota ცენტრი თეკიტას გენერალური დირექტორი ვსტუმრობდა საქმიანი დილას სტუდიაში. წარმატებები მინდა ვუსურვო ამას ამ სიახლეების ნაწილში.